ბრუნდებით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმართან ერთად და როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, დღეს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეა და მას ეხმაურება ჩვენი დედაქალაქიც. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს მასპინძლობ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, დილომშვიდობის. პირველ რიგში დავიწყოთ ღონისძიებით, რომელიც გაიმართება ლადო გუდიაშვილის სახელობის სკვერში. რა იქნება წარმოდგენილი, რამდენი ხანია რაც ეხმაურებით და ალბათ მიზანი ისიც არის, რომ საზოგადოება უფრო მეტი გაიგოს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს არის საერთაშორისო დღე ინტელექტუალური საკუთრების და ჩვენც როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ჩაბმული ვართ ამ ფერხულში, ვეხმაურებით ამ დღეს. კერძოდ ჩვენი ასოციაციის ინიციატივით დღეს ეწყობა გუდიაშვილის სკვერში გამოფენა მხატვრული და ფოტოგრაფიული ნამუშევრების. ეს გახლავთ ერთის მხრივ ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ და გარდა ამისა გვინდა რომ გარკვეულწილად კიდევ ერთხელ მივცეთ შანსი მხატვრებს და ფოტოგრაფებს, რომ მათ თავიანთი ნამუშევრები წარადგინონ საზოგადოების წინაშე. ეს გამოფენა გაყიდვა იქნება, მათ შეეძლებათ რეალიზაცია გააკეთონ ამ საკუთარი ნამუშევრების და მათი პოპულარიზაციას ემსახურება ზოგადად. გარდა ამისა, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ დღეს დავარიგოთ საინფორმაციო ხასიათის გამაფრთხილებელი ბროშურები, მოწოდებით ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას, რასაც აქტიურად ვაკეთებთ უკვე თითქმის 2 წელიწადია და პრობლემა, რომელიც დღეს კიდევ დგას ჩვენ საზოგადოებაში ცნობიერების, საავტორო უფლებების შესახებ, გვინდა რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო გადაწყვეტადი გავხადოთ. ეს არის მოკლედ, გამოფენა პირველ საათზე გაიხსნება, ის დღის ბოლომდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს, დაათვალიეროს, შეიძინოს ნამუშევრები. კი ბატონო, მოდით გითხარით, ზოგადად რა მდგომარეობაა საქართველოში საავტორო უფლებების დარღვევის კუთხით, როგორც ვიცი, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ სამწუხარო ფაქტია, რომ ვიკავებთ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ბოლოდან რეიტინგში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი სურათი. ეს პირველ რიგში დამსახურებაა თავად იმ ხალხის, იმ ავტორების, ვინც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს და მათ ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიერეს, მიხვდნენ, რომ საავტორო უფლების დაცვა უნდა მოხდეს, ისევე როგორც ეს ხდება განვითარებულ მსოფლიოში და 2011 წლიდან აქტიურად დაიწყო ამ კუთხით ბრძოლა. პირველი პრობლემა, რაც საზოგადოების წინაშე იდგა და დღემდე დგას, ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე. ამ მხრივ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა, რომ ეს ცნობიერება გაღრმავებულიყო. გარკვეულ წარმატებას ამ კუთხით მიაღწია საზოგადოებამ. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე თითქმის ყველა, ვისაც საავტორო უფლებასთან აქვს შეხება, იცის საავტორო უფლების მნიშვნელობის შესახებ და მინიმუმ ის ერთი დეტალი, რომ საავტორო უფლების გამოყენება უკანონოდ ნებართვის მიღების გარეშე ეს არის დარღვევა. ეს უკვე ყველა მიცის. მეორე თემა გახლავთ ის, რომ ამ გამოყენებისთვის უნდა გადაიხადოს ჰონორარი გამოყენებელმა და ამ ხრივაც საკმაოდ გაზრდილია იმ ასე ვთქვათ მოსარგებლეთა რიცხვი, ვინც დღეს უკვე ლიცენზირებულად ამ ნებართვის გარეშე იყენებს ამ ჰონორარს და დადგენილ გადასახადს, ანუ ამ ჰონორარს იხდის ავტორებისთვის. ეს პროცესი თითქმის 2 წელია რაც მიმდინარეობს და ბოლო მონაცემებით, რომელიც 2012 წლის ბოლოს ნოემბერში შეჯამდა, ჩვენ უკვე რამოდენიმე ქვეყანაზე წინ წავედით. ანუ გამოვჩდით მსოფლიო რეიტინგში უკვე როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მინიმუმ იბრძვის ამისთვის და გარკვეულ წარმატებასაც აღწევს. ეს გამოიხატა როგორც დარღვევების შემცირებაში, რაც მთავარია, ეს გამოიხატა ჰონორარების გაზრდაში, ანუ იმ ჰონორარების გაზრდაში, რომელსაც ჩვენი ასოციაცია აგროვებს ავტორებისთვის და შემდეგ უნაწილებს მათ. დაახლოებით 6-ჯერ არის გაზრდილი რაოდენობა, ციფრი, ფულად ექვივალენტში გამოხატული იმ ჰონორარებისა, რასაც იღებენ დღეს ავტორები ჩვენი ასოციაციისგან, ვიდრე ისინი იღებდნენ 2 წლის უკან. კი ბატონო, როგორ რეგულირდება ეს ყველაფერი და იმ შემთხვევაში, ვინც დაარღვევს საავტორო უფლებას, რა ემუქრება მას? და თუ არის ხშირად პრეცედენტები იმის, რომ მართლაც შესაბამისი პასუხი აგეს იმ ადამიანებმა, ვინც დაარღვევს ინტელექტუალურ საკუთრებას. რეგულირებას რაც შეეხება, ამაზე ჩვენ საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს. გვაქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი, ვართ საერთაშორისო კონვენციების წევრი ქვეყანა, ასევე გვაქვს პასუხისმგებლობის ზომებიც. როგორც ადმინისტრაციული წესით ჯარიმა, ასევე ზოგ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი წესითაც კი.
რა შემთხვევაში შეიძლება მივიდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადია საავტორო უფლების დარღვევა თუ ზიანი, რომელიც მიადგა ავტორს, ან მიიღო უკანონოდ შემოსავალი დამრღვევმა აღემატება 5,000 ლარს. ანუ დიდოდენობაზე, როდესაც არის საუბარი. ანუ კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ამ მხრივ ჩვენ ქვეყანას პრობლემა არ აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოქმედებული ამ კუთხით და საკმაოდ ხშირია დღემდე საავტორო უფლების დარღვევა. ჩვენი ასოციაცია იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ცდილობს, რომ გააკეთოს ავტორისთვის სასარგებლო საქმე და ყოფილა შემთხვევები, როდესაც დარღვევა მომხდარა, ავტორს მოუმართავს ჩვენთვის, ჩვენს წევრ ავტორს და ჩვენ ან მოლაპარაკებით დამხმარე მხარესთან, ან უკიდურეს შემთხვევაში სასამართლოს წესით დაგვიკისრებია ის კომპენსაცია, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს არ გასცდენია მოლაპარაკებას და არ წასულა სასამართლოში და საკმაოდ ხშირად მოლაპარაკება შემდგარა და ავტორს მიუღია კუთვნილი ჰონორარი, მოსარგებლეც ამ დარღვევის შემდეგ გამხდარა უკვე კეთილსინდისიერი და მას შემდეგ უკვე ის ნებართვით იყენებს დღემდე ამ ნაწარმოებს საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს და ესეთი ფაქტები დღემდე არსებობს სამწუხაროდ და ამ ფაქტების აღმოფხვრა დამოკიდებულია პირველ რიგში თავად ავტორზე, რომელსაც უნდა წამოვიდეს სიგნალი, ანუ მან უნდა თავად განაცხადოს, რა თქმა უნდა და არ უნდა მოერიდოს ამას, რომ თუნდაც არის ხოლმე დღესაც არის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მომხდარა დარღვევა ავტორს განუცხადებია, თუმცა შემდეგ აი რაღაც არ მიყოლია ბოლომდე თვითონვე, იმიტომ რომ ვიღაც ახლობელი აღმოჩენილა ან ათესავის მამიდის ვიღაცა. საქართველოს შესაბამისად არავის გაუგულდება. ჩემი აზრით, რაც პირველ რიგში აზიანებს საავტორო უფლებას. ანუ პირველი სიგნალი უნდა წამოვიდეს ავტორისგან, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ერთ-ერთი რგოლი, ვინც ამ დაცვის საქმეშია ჩართული და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსაც. ნებისმიერ ქვეყანაში განვითარებულ მსოფლიოს გულისხმობ ეს ასე ხდება. აქ ჩართულია სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები და მათი, ასე ვთქვათ, მათი მეშვეობით ხდება დარეგულირება საბოლოო ჯამში. კი ბატონო. და მოდით ვისაუბროთ მომიჯნავე უფლებებზეც. ანუ ვინ ითვლება მომიჯნავე უფლების მქონედ? აი დავუშვათ კომპოზიტორმა დაწერა სიმღერა. ჩვენ აი თუ ჩვენ მაგალითზე გადავიტანთ, უფრო მარტივი გასაგები რო გახდეს, კომპოზიტორი, რომელმაც შექმნა მუსიკალური ნაწარმოები, ანუ სიმღერა არის ავტორი, ხოლო ის ვინც შეასრულა, ანუ მომღერალი, ეს უკვე გახლავთ მომიჯნავე უფლების მფლობელი. ასევე რეჟისორი, რომელმაც ასე ვთქვათ, შექმნა ფილმი, არის ავტორი, სცენარის ავტორიც ასევე ამ ფილმის და მუსიკის ავტორიც, ხოლო ის ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ფილმში, ანუ მსახიობი გახლავთ მომიჯნავე უფლების მფლობელი. აი ეს არის დაკავშირება ერთმანეთთან, ანუ მომიჯნავე უფლება გამომდინარეობს საავტორო უფლებისგან და არსებობს მასთან ერთად. მოდით უთხრათ ჩვენს მაყურებელსაც, ძალიან მარტივია რომ გახდეს უკაცრავად ასოციაციის წევრი და ამით მიიღებს თქვენს მხარდაჭერასაც, თქვენ თქვით, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი რგოლი, ვინც ჩართულია ამ ამბავში. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, ვუთხრათ როგორ ხდება? ასოციაციაში გაწევრიანება პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არის უსასყიდლო. არ არის არანაირი, ასე ვთქვათ, გადასახადი დაწესებული საწევრო. და რაც მთავარია, ძალიან მარტივია პროცედურა, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე დაახლოებით 5 წუთი ჭირდება იმას, რომ გახდეს ჩვენი წევრი ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც მოღვაწეობს ლიტერატურის, ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ჩვენთან უკვე ირიცხება უკვე 800-მდე წევრი და ეს დინამიკა პოზიტიური, ანუ ყოველდღიურად წევრიანდებიან ავტორები. და საბოლოო ჯამში ალბათ ყველა უკვე ვისაც სურვილი აქვს რომ ამ წესით განახორციელოს საკუთარი ქონებრივი უფლების დაცვა, მოგმართავს ჩვენ და ჩვენ წევრი გახდება. ჩვენ დიდი სიამოვნებით უზრუნველყოფთ მათი უფლებების რეალიზაციას, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებას და მათთვის განაწილებას, რაც არის ჩვენი საქმიანობის ძირითადი ფუნქცია. კი ბატონო, ისიც დავაკონკრეტოთ, ზოგჯერ მგონიათ ხოლმე, რომ მაგალითად იდეა, რომელიც თავში რამდენიმე წამის წინ მოვიდეთ, უკვე არის რაღაც ხელშესახები, რომელზეც შეგიძლია გქონდეს საავტორო უფლება. საკმაოდ საინტერესო საკითხია ეს, რომ ეს რადგან ხშირად არის ხოლმე, როცა ასეთი შეცდომა ხდება დღემდე და ხშირად მოგმართავენ ჩვენს, როდესაც ამბობენ, რომ მათ იდეა მოპარეს.
იდეა სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში დაცული არ არის საავტორო უფლებით და ეს მარტივი ჭეშმარიტების გამო ხდება. იდეა არის თავისუფალი აზროვნების შედეგი და ნებისმიერ ორ ადამიანს ან სამს ან მეტს შეიძლება ერთდროულად ერთმანეთისგან ძალიან მსგავსი იდეა მოუვიდეს თავში. აქედან გამომდინარე იდეა ვერ იქნება დაცული, სანამ ის არ მიიღებს ობიექტურ გამოხატულებას. სწორედ ასია ჩვენი კანონმდებლობითაც საავტორო უფლება წარმოიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გამოხატულია, ნაწარმოები გამოხატულია ობიექტური ფორმით, ანუ ის აღქმადია სმენით, მხედველობით და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც მუსიკალური ნაწარმოები გადატანილია ნოტზე და ის უკვე აღქმადია ნოტზე გადატანის მომენტიდან მასზე ვრცელდება საავტორო უფლება და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ საავტორო უფლების წარმოშობას არ ჭირდება რეგისტრაცია, რამე ფორმალობის დაცვა და ასე შემდეგ. ის წარმოშობილია იმ მომენტიდან, როგორც კი არსებობს ობიექტური ფორმით, ანუ აღქმადია თუ არის აღქმადი საზოგადოების მიერ. ამიტომ იდეა ვერ იქნება დაცვადი შეიძლება იყოს უკვე განხორციელებული იდეა რაღაცა ფორმით, თუნდაც პროექტის ფორმით და არა ჯერ ბოლომდე შემდგარი. აქედან გამომდინარე, იდეის მოპარვაზე საუბარი საავტორო უფლებით არ არის დაცული. გასაგებია რომ კარგი იქნება თუ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე იქნება ძალიან მაღალი, გამოვიჩენთ კეთილსინდისიერებას და არ დავარღვევთ მათ უფლებებს, თუმცა რამდენად აქტიურად არის ჩართული დღეს სახელმწიფო იმაში, რომ არ დაირღვეს არავის საავტორო უფლებები? ჩვენ საკმაოდ კარგად თანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, კულტურის სამინისტროსთან, საკპატენტთან პირველ რიგში, ვინც არის სახელმწიფოში ინტელექტუალური და ზოგადად საავტორო უფლებების პოლიტიკის გამტარებელი და საკპატენტი არის ის სახელმწიფო სტრუქტურა, ვისაც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ სფეროს, ასე ვთქვათ, იმ ჩარჩოების დადგენა, რა ჩარჩოებშიც უნდა მოხდეს ოპერირება შემდეგ. საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ამ სტრუქტურებთან და ერთობლივადაც ძალიან ბევრ ღონისძიებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საავტორო უფლებები კიდევ და კიდევ დაცული იყოს, კიდევ და კიდევ მეტი ჰონორარი შევაგროვოთ, ანუ მეტი მოსარგებლე გახდეს ნებართვით, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებადი და ეს პროცესი მივიყვანოთ იმ ნიშნულამდე, როდესაც ჩვენ არათუ რამოდენიმე ქვეყნის წინ ვიქნებით, როგორც დღეს ვართ, არამედ ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა. წარმატებას გისურვებთ და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე გახლავთ. ჩვენი სტუმარი კი იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი გიგა კობალაძე. ძალიან დიდი მადლობა და ამ საინტერესო საუბრის შემდეგ დღეისთვის ბოლოჯერ უნდა მივესალმოთ თამუნა მუსერიძეს, რომელიც შემოგვიერთდება ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებით. თამუნა, დილა